აკადემიურ ქალაქში სკოლამ ფუნქციონირება 2010 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. თავდაპირველად მოსწავლეთა რაოდენობა 800 არ აღემატებოდა. ამჟამად სკოლაში 70 მოსწავლე სწავლობს. სკოლას ლიცენზია მხოლოდ მესამე ეტაპის სწავლებაზე აქვს და სწავლება დიფერენცირებული არ არის. თუმცა მომავალი წლიდან საგნებად დაყოფა განხორციელდება. 2010 წელს 12 მოსწავლიდან ყველა სტუდენტი გახდა და აქედან ერთმა 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა. 2011-12 სასწავლო წლისთვის უკვე 40 აბიტურიენტმა დაამთავრა სკოლა და აქედან 27-მა უმაღლესში ჩააბარა. წელს სკოლას 44 მოსწავლე დაამთავრა. აკადემიურ ქალაქში საშუალო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 2010 წლის 3 ოქტომბრიდან. აქ სწავლების სამივე საფეხური არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მესამე საფეხური. ანუ მე-10, მე-11, მე-12 კლასები. სწავლების ფორმა დიფერენცირებული ჩვენ ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ისე გეგმაში გვაქვს მომავალი წლიდან ალბათ გვექნება უკვე დიფერენცირებული სწავლება. ახალი კორპუსიც გვექნება უკვე, ფართი მეტი გვექნება და აქედან გამომდინარე უკვე ვცდილობთ მოვიპოვოთ ლიცენზია, რომ ყველა საფეხური გქონდეს სწავლებისა, პირველიც, მეორეც, მესამეც, ანუ დაწყებითი, საბაზო და საშუალო. რაც შეეხება ინოვაციას, ელნოუთის ფირმასთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რომელიც ძირითადად მუშაობს თვითონ განათლების სამინისტროსთან ერთად და აუცილებლად უკვე აქედან გამომდინარე აი აპრილის თვიდან უკვე დაიწყება ელექტრონული ჟურნალები და ელექტრონული დღიურით მუშაობა. სკოლაში მუშაობს ამასთან ერთად აგრეთვე ბიბლიოთეკაც და გვაქვს კიდევ სიახლე სხვა სკოლებთან შედარებით ის რომ აი სპორტული დარბაზი რადგან ახლა დაფუძნებული სკოლა ვიყავით და არ ქონდა ჩვენ დიდი სპორტული დარბაზი და რაღაც აქედან გამომდინარე შევარჩიეთ სპორტის ისეთი სახეობა რომელსაც ქვია მიზანში სროლა. ამისათვის გვაქვს გამოყოფილი ჩვენ მეორე სართულზე აქ ოთახი და მიზანში სროლას სწავლობენ ბავშვები იქ. დაგეგმილი არის მაგ მიზანში სროლაში ზუსტად სკოლაში უნდა დავაწესოთ კონკურსი. პრიზი იქნება სპეციალური თასი, რომელიც გვაქვს უკვე გეგმაში და სიგელები, დიპლომები. ჩვენ გვაქვს მესამე საფეხური საგამონათლებლო სივრცის სკოლაში. ეს არის მე-10, მე-11, მე-12 კლასები, სადაც მაღალ დონეზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესები, მაგრამ უკვე შეთანხმებულია პროექტი, სულ მალე დავიწყებთ მშენებლობას. და გვექნება ყველა საფეხური საშუალო განათლებისა, დაწყებული პირველიდან დამთავრებული მე-12 კლასის შევლით.